Ნაშვებით აბახალხო, მოდი ახლა გავაკეთოთ 2025-ის, ანუ წლევანდელი რაოდენობრივი მსჯელობის მეორე ვარიანტის პირველი 7 ამოცანა, ისევე როგორც პირველი ვარიანტის 7 ამოცანა აგიტვირთეთ, ეხლა მეორე ვარიანტის 7 ამოცანა. ჩემი აზრით მეორე ვარიანტის დასაწყისი უფრო მარტივი იყო, ვიდრე პირველი ვარიანტის პირველი 7 ამოცანა, რა თქმა უნდა, შედარებით x-ი და y-ი ისეთი რიცხვებია, რომ მართებულია ტოლობა 1 + 3x - 5y უდრის 3 - 6y + 2x-იო. ნუ ეს ისეთი რაღაცაა, იპოვეთ x + y. ყველამ უნდა ვიცოდეთ რა, ამის ამოხსნა, ეს თუ არ იცი, ზოგადად ცხოვრებაში ტეხავს რა. თუმცა თუ არ იცი, მაპატიე რომ გული გატკინე, მაგრამ ეგრეა რა. ნუ 2x + 2x მოტოლობის მარცხენა მხარეს გადმოვიტანოთ მინუსით და იქნება 3x - 2x, ხოლო -5y ხო არის აქ და იქ ვამჩნევ რომ -6y-ია. ჯობია ეს -6y აქეთ გადმოვიტანოთ, იმიტომ რომ გაპლიუსდება ყველაფერი და იქნება -5y + 6y, ხოლო ეს ტოლი არის ისი. აი ეს ერთიანი გადაბარგდება ტოლობის მარჯვენა მხარეს და იქნება 3 - 1 ნიშანს იცვლის რიცხვი იქეთ მხარეს რო გადადის, ან აქეთ გადმოდის. 3x - 2x არის 1x, -5y + 6y დარჩა 1 ცალი y, ანუ x + y და 3 - 1 თუ სწორად გვახსოვს, უნდა იყოს 2 ტოლი, ამიტომ x + y იქნება 2 და არის სწორი პასუხი ამ ტესტში. შემდეგ კონფერენციაში მონაწილეთა რაოდენობის 7/12 ნაწილი მამაკაცები არიანო, დანარჩენ ნაწილს კი ქალები შეადგენენ. ესე იგი, ქალები ყოფილან 12/12-ს -7/12, რაც გაძლევს 5/12-ს. რამდენი მამაკაცი მონაწილეობს კონფერენციაში, თუ ცნობილია, რომ კონფერენციაში მონაწილე ქალთა რაოდენობა 30-ის ტოლიაო. 5/12 ხო არიან ქალები, არა? და ეს 5/12 კი არ უდრის 30-ს. ქალთა რაოდენობა არის 5/12 ნაწილი უბრალოდ, რაც წარმოადგენს 30 პერსონას, ქალს, სქესით. ან კაცია, ან ქალი. LGBT აქ არავინ არაა და არც უნდა იყოს. ან ქალი ხარ, ან კაცი. ეგრეა საერთოდ ბიოლოგიაშიც და ანატომიაშიც. რომ ან კვერცხუჯრედი გაქვს და ან სპერმატოზოიდი. ყველანაირი ამისგან გადახრა არის არასწორი. აქვე გეტყვით. ხო, მაგაზე სხვა დროს გამათი, მაგრამ ეხლა დაუბრუნდეთ თემას. 5/12 ნაწილი ხო არის 30. ეხლა გავიგოთ 1/12 რამდენი იქნება. 1/12 რამდენია? 5/12 შევამცირე 5-ჯერ, ესე იგი გახდა 1/12 და 30-იც შემცირდება შესაბამისად 5-ჯერ, ანუ იქნება 6. ვიხდი? ნახდება, ხოლო 7/12 ბუნებრივია რომ იქნება 1/12-ზე 7-ჯერ მეტი, ანუ თუ 1/12 არის 6, 7/12 იქნება 7-ჯერ 6, რაც იქნება 42 გამრავლების ტაბულის თანახმად. ოსტორიორ, ეგრე არ არის? ან შეგეძლო უგრძესი რაღაცა ჩაგეწერა, მაგალითად 7/12 ნაწილი ხო არიან მამაკაცები, 5/12 ქალები არიან და აი 5/12 ნაწილი წარმოადგენს 30 და 7/12 ნაწილი რამდენი იქნებაო და დამიჯერე ისევ 50-ს მიიღებდი. ხო, 42-ს მიიღებდი. კაი. შემდეგ, ესე იგი, m-ი და n-ი ნატურალური რიცხვების შესახებ გამოთქმულია 3 წინადადება და რომელია მათგან აუცილებლად ჭეშმარიტიო. პირველი, თუ m-ი 5-ის ჯერადია, n-ი კი 10-ის ჯერადი,
მაშინ m-ს პლუს n იქნება 5-ის ჯერადი და ასე შემდეგ, რომელია სწორი შეხსენება p ნატურალურ რიცხვს ეწოდება q ნატურალურ რიცხვის ჯერადი თუ p უნაშთოდ იყოფა q-ზე, ამის დაწერა არ იყო საჭირო, იმიტომ რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს, გამყოფი არის ის, რაზეც ყოფ, ხოლო ჯერადი არის ის, რასაც ყოფ. თუ m 5-ის ჯერადია და n 10-ის ჯერადია, მაშინ m პლუს n იქნება 5-ის ჯერადი. მოდი ვიმსჯელოთ ამას. 5-ის ჯერადია რიცხვები, რომლებიც ბოლოვდება ან 0-ით, ან 5-ით. და შესაბამისად, n-ის ჯერადი თუ n არის 10-ის ჯერადი, 10-ის ჯერადი მხოლოდ და მხოლოდ ის რიცხვებია, რომლებიც 0-ით ბოლოვდება. ამიტომ განურჩევლად იმისა, m რითი დაბოლოვდება, რომელიც 5-ზე იყოფა, ხო? თუ ამას დაემატა 0, ისევ 0-ით დაბოლოვდება რიცხვი, თუ 5-იანს დაემატა 0, კვლავ 5 გაჩნდება, ამიტომ 0-ით ან 5-ით დაბოლოებულ რიცხვებზე გაქვს საუბარი და ნებისმიერ შემთხვევაში კვლავ იღებ იგივე რეალობას, რომ არ შეცვლილა გენერალური პრინციპი. 5-ის ჯერადი ხო არის ან 0-ით დაბოლოებული, ან 5-ით და თუ ერთ 0-ს მიამატებ რა, მაინც 0-ით დაბოლოვდება, ან მაინც 5-ით და აზრი, ამიტომ აუცილებლად 5-ის ჯერადი გამოვა. რა ვიცი, შეადარე სიტყვაზე 15 პლუს 10 რა, 25 ხო არის და გაიყო 5-ზე პირველი სწორია, ხო? შემდეგ თუ m 5-ის ჯერადია, n კი 10-ის ჯერადი, მაშინ m პლუს n იქნება 15-ის ჯერადი. აი იგივე მაგალითი, რაც დავწერე. m რო იყოს 15 სიტყვაზე 5-ის ჯერადი ხო არის? n იყოს 10. ხო არის 10-ის ჯერადი. მაგათი ჯამი არის 25 და 25 აბა გაიყო 15-ზე? ნონსენსია ეგ, არ არის სწორი. და თუ m 5-ის ჯერადია, n კი 10-ის ჯერადი, მაშინ m პლუს n იქნება 10-ის ჯერადი. ნუ ეგეც უდიდესი სისულელეა, მაგალითად 5-ს დამატებული სიტყვაზე 20. m არის 5 და n არის 20 და რა, 25 გაიყო 50-ზე. I wish things were this easy. ვისურვებდი ასეთი მარტივი იყოს ცხოვრება, როგორც აქ არის თითქოს და წარმოჩენილი. მხოლოდ პირველია აუცილებლად ჭეშმარიტი. ისე ცხოვრება ცოტათი მარტივი რო ყოფილიყო, გაიქნებოდა რა. სულ ცოტათი მაინც. A პლანეტის მასა B პლანეტის მასაზე 500-ჯერ ნაკლებია B პლანეტის მასის რამდენ პროცენტს შეადგენს A პლანეტის მასა. ნუ უმოკლესი გზა რო გითხრა A პლანეტის მასას ჩათვლიდი 100%-ად, ანუ 100 რიცხვად და პირდაპირ გაყოფდი 500-ზე და მიიღებდი 1/5-ს და 1/5 არის 0.2%. ეს არის უმოკლესი გზა. გრძელი გზა არის A პლანეტის მასა სიტყვაზე ჩათვალო რავი 2-რად, B პლანეტის მასა იყოს მოდი სიტყვაზე 500-ჯერ ნაკლები რა არის? A პლანეტის მასა, ამიტომ B პლანეტის მასა უნდა იყოს 500-ჯერ მეტი, ანუ 1000 სიტყვაზე. და რომ გამოთვალო B პლანეტის მასის რამდენ პროცენტს შეადგენს A პლანეტის მასა, პატარა უნდა გაყო დიდ რიცხვზე და გაამრავლო 100 რა. და შეიკვეცა ნოლები და დარჩა ნამრავლში ხო შეიძლება ნოლების შეკვეცა და დარჩა 2/10 რა და 2/10 რა არის? 2/10 არის 0.2, იმიტომ რომ ეს იგივე 1/5-ია, 1/5 გახლავს 10 გავყოთ 5-ზე 2, მაგრამ ძიმეს გადმოწევდა 0.2%. მაგრამ ეს მაგარი ხერხია, ნახე 100 იყო რა. და პროცენტებზე გამრავლება აღარც გიწევს, ანუ 100-ია და თუ 500-ჯერ ნაკლებია, უბრალოდ გაყოფ 500-ზე და ეგ არის რა. შენი პროცენტიც ეს არის, რიცხვიც ეს არის და შემცირდა 500-ჯერ, ესე იგი 0.2. აი, შემდეგ დიაგრამაზე მოცემულია 3 A, B და C საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ ამორჩეველთა რაოდენობების თანაფარდობა. ამ დიაგრამის მიხედვით დაადგინეთ, რამდენი ამორჩევლით მეტია დარეგისტრირებული B უბანზე C უბანთან შედარებით, თუ A უბანზე 1200 ამორჩეველია რეგისტრირებული. A უბანზე თუ არის 1200 ამორჩეველი რეგისტრირებული, რა ქმნის მაგ 1200? 1, 2, 3, 4 ხაზი დანაყოფი უჯრა რა, ესე იგი 1200 სიტყვაზე რო გავყოთ ჩვენ
რაღაც სიტყვაზე მართლა რო გავყოთ 4-ზე, ანუ დანაყოფების რაოდენობაზე მივიღებთ 300. ხო, ესე იგი თითო უჯრის ფასი არის 300. ხომასია, ესე იგი C-უბანი ეს არის A-უბანი და ეს 300 დავაწერო, ეს არის თითო უჯრის ფასი. თუ თითო უჯრის ფასი არის 300, C-უბანზე გამოდის 300 და კიდე 300, ანუ C უდრის 600 ამომრჩეველს, ხოლო B-უბანი არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 7-ჯერ 300, 7-ჯერ 300 არის 2100. და რამდენით მეტიაო B-უბანზეო C-უბანთან შედარებითო, B-ს მინუს C რა, 2100 მინუს 600 და ეგ იქნება შენი 1500 როგორც გამოვთვალე. G-ვერსია გამოდის აქ სწორი რა, 1500 რო 600 დავუმატო 2100. შემდეგ. სულ რამდენი ისეთი სამნიშნა ნატურალური რიცხვი არსებობს, რომელთაგან თითოეულის ყოველი ციფრი რომელიმე მთელი რიცხვის კვადრატს წარმოადგენს. მშვენიერი ამოცანა. ეს არის ჩვენი ფიფქები, რომელიც ქმნის სამნიშნა ნატურალურ რიცხვებს და რომელთაგანო თითოეულის ყოველი ციფრი რომელიმე მთელი რიცხვის კვადრატს წარმოადგენსო. კარგი. აქ არ წერია ნატურალური, ამიტომ შესაძლებელია 0-ით ვიგულისხოთ, მაგრამ 0-ით ვერ დავიწყებთ რიცხვს. ეგ მარტო ჯეიმს მონდს შეუძლია 007 რო იყოს. ამიტომ პირველი ფიფქის ნაცვლად რა რიცხვები გახსენდება, ან ციფრები, რომელიც რომელიმე მთელი რიცხვის კვადრატია. მაგალითად, პირველი ვარსკვლავის ნაცვლად შესაძლებელია ჩაწერილიყო ერთიანი, იმიტომ რომ 1 არის 1-ის კვადრატი. 2-იანი არაფრის კვადრატი არ არის, 3-იც არაფრის კვადრატი, 4-ით შეიძლებოდა ჩაწერილიყო 2-ის კვადრატია, 5 არაფრის კვადრატი, 6 არაფრის კვადრატი, 7 არაფრის, 8 არაფრის, 9 არის კიდე, ხო? 3-ის კვადრატი არა. ამიტომ რეალურად საუბარი არის რაზე? 1-ზე, 2-ზე და 3-ზე. პირველ პოზიციაზე 3 შესაძლო ვარიანტი გაქვს, რომ განიხილო რა. იმიტომ რომ რამდენი ისეთი ნატურალური რიცხვი არსებობსო სამნიშნაო, ნატურალური, მე რო გითხარი, ნატურალურზე არ არის ლაპარაკი მეთქი. ეგ არ არის ჯამურად, სამნიშნა რიცხვი უნდა იყოს ნატურალური. ანუ ნატურალური განა იმას ეხება, რომ მეორე ციფრი უნდა იყოს ნატურალური. აქ უკვე შეიძლება 0-იც გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მაგალითად 0 არის 0-ის კვადრატი. ხო ეგრეა. და მერე რა რომ მეორე ციფრი 0-ია, საერთო ჯამში შესაძლებელია მაინც ნატურალური გამოვიდეს, იმიტომ რომ 0-ით თუ არ დაიწყებ სამნიშნა რიცხვს, მაინც ნატურალური გამოვა. 100 მაგალითად 0-ებს შეიცავს, მაგრამ ნატურალური რიცხვია. ხო და მეორეში შესაძლებელი იყო 0-ის ჩათვლა, 1-ის ჩათვლა, იმიტომ რომ 1-ის კვადრატია, 4-ის ჩათვლა, იმიტომ რომ 2-ის კვადრატია და 9-ის ჩათვლა, იმიტომ რომ 3-ის კვადრატია. ხო და ანალოგიურად აქაც 0-ის კვადრატი, 1-ის კვადრატი, რომელიც 1-ია, 4 რომელიც 2-ის კვადრატია და 9 რომელიც 3-ის კვადრატია და აქ არსებობს 4 ვარიანტი, აქაც არსებობს 4 ვარიანტი და რა გამოვიდა? რას გვეკითხებოდნენ? რამდენი ისეთი სამნიშნა ნატურალური რიცხვი არსებობს, რომელთაგან თითოეულის ყოველი ციფრი რომელიმე მთელი რიცხვის კვადრატს წარმოადგენსო. დიახ, 1, 4 და 9 წარმოადგენენ 1, 2, 3-ის კვადრატებს. 3 ვარიანტი გვაქვს პირველში, 0-ით ვერ დავიწყებთ. მეორეში 0, 1, 4, 9. დიახ, 0-ის, 1-ის, 2-ის და 3-ის კვადრატებია. გამრავლდება 4-ზე, კომბინაცია რო გაიგო და მესამე ციფრიც მასე, ან 0 იქნებოდა, ან 1, ან 4, ან 9, რადგან ისინი წარმოადგენს რაღაცა მთელი რიცხვის კვადრატს. და 0 მთელი რიცხვია, დიახაც რომ. 0 მთელი რიცხვია.
0 არც დადებითი, არც უარყოფითი, ნატურალურიც არ არის, მაგრამ მთელი არის, 0.3 არ არის მთელი, თორე 0 მთელია. ამიტომ ყოველი ციფრი, რომელიმე მთელი რიცხვის კვადრატს წარმოადგენს, დიახ, ეს ციფრები, რაც ჩამოგიწერეთ, რომელიმე მთელი რიცხვის კვადრატია და 3 × 4 × 4 იქნებოდა სწორი პასუხი, ეგ არის 12 ჯერ 4 და პასუხი არის 48. აი, აბა მერე. და ამ ვიდეოსთვის ბოლოს ამ კოლოფში ტოლი რაოდენობის განფეტია მოთავსებული, იყო ყოველ შემთხვევაში, ამასთან თითოეულ კოლოფში მოთავსებული განფეტების რაოდენობა 100 არ აღემატებოდა. თითოეულ კოლოფში არ აღემატებოდა, თორე ჯამში შეიძლება აღემატებოდეს. ცნობილია, რომ პირველ კოლოფში მოთავსებული განფეტები სრულად და თანაბრად გაინაწილეს ანამ, ანდრომ და ეკამ. მეორე კოლოფში მოთავსებული განფეტები სრულად და თანაბრად გაინაწილებს დიმიტრიმ, მარიამმა, გიორგიმ და ოთარმა. მესამე კოლოფში მოთავსებული განფეტები სრულად და თანაბრად გადაინაწილეს სოფომ, ვაჟამ, კოტემ, ნელიმ და მაკამ. განაწილების შემდეგ ჯამში რამდენი განფეტი შეხვდებოდა თანას, დიმიტრის და სოფოს. შენიშვნა კოლოფებში ყველა განფეტი ერთნაირია და ისინი განაწილებისას არ დაუნაწევრებიათ. ეგ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ნახევარი მომეცი, მეორე ნახევარი შენ ეგრე არ იქნებოდა, ხო? მოკლედ, ნახე, რადგან სრულად და თანაბრად გაინაწილეს პირველ აი რაღაც საახალწლო კონტეინერში არსებული განფეტები ანამ, ანდრომ და ეკამ, რეალურად რიცხვი, რაც იქნებოდა პირველ ყუთში განფეტების რაოდენობა, ხო, უნდა იყოფოდეს 3-ზე. მეორეში 4 ადამიანი ინაწილებს განფეტებს, ანუ რიცხვი უნდა იყოფოდეს ზუსტად 4-ზე, რაც განფეტებიც იქნება მეორე ყუთში. და მესამე ყუთში რა განფეტებიც არის, მაგას ინაწილებენ 5-ნი, ანუ სოფო, ვაჟა, კოტე, ნელი და მაკა და ყველას თანაბარი რო შეხვდეს, ისევე როგორც წინა ყუთებში, ხო, ყუთებიდან. აუცილებელია, რომ ეს ბოლო ყუთიც იყოფოდეს 5-ზე, მასში მოთავსებული განფეტების რაოდენობა. და რეალურად რო გაიგო თითო ყუთში რამდენი განფეტი იყო, გაინტერესებს ამათი უმცირესი საერთო ჯერადი რა, მაგაზეა მინიშნება და 3-ის, 4-ის და 5-ის საერთო ჯერადი უმცირესი არის მაგათი ნამრავლი. აი შენვე ნახე ეხა არც 15, არც 20, 5-დან რო წავიდეთ რა, არც 25, არც 30 და ასე შემდეგ არ იყოფა 3-ზე, 4-ზე და 5-ზე ერთად. მხოლოდ მათი ნამრავლი, ანუ 60 იყოფა მათზე ერთად. ნახე, 5 ჯერ 4 ხო არის 20 და 20 ჯერ 3 60, ანუ თითო ყუთში გამოდის 60, 60 და 60 განფეტი. და ეგ არის რა, რომ თითოეულ კოლოფში მოთავსებული განფეტების რაოდენობა 100 არ აღემატებოდაო. ნუ ხო, მერე 120-იც გაიყოფა, მაგრამ 120 უკვე 100-ს აღემატება. ამიტომ თითოეულ ყუთში მივიჩნიოთ, რომ 60 განფეტია. თუ სრულად და თანაბრად გადაინაწილებენ, ხო? მაგ შემთხვევაში რა მოხდება? აი ამ ანას, ხო? ანას ანდროს და ეკას რამდენი შეხვდებათ, სრულად და თანაბრად თუ ინაწილებენ, ანას შეხვდება 20, ხომ ასეა? 60 რო 3-ზე გავყოთ. აი ეგ ჩავწერ 60 გავყოთ 3-ზე. 20 შეხვდა. დიმიტრი, მარიამი, გიორგი და ოთარი. ყველას თანაბრად რო შეხვდეს, ხო? 60 უნდა გავყოთ 4-ზე. 60 გავყოთ 4-ზე, რას უდრის ახლა? ეგ არის 1 და 5. 15 ჯერ 4 გახლავთ 60. მაგას პლუს 15, ესე იგი ანასაც შეხვდა 20, დიმიტრისაც შეხვდა 60 გაყოფილი 4-ზე, ანუ 15 და სოფოს შეხვდებოდა 60 გაყოფილი 5-ზე. რა თქმა უნდა, ვაჟასაც მაგდენი შეხვდებოდა და ყველას ვინც ჩამოწერილია, იმიტომ რომ ტოლად ნაწილდება და 60 გავყოთ 5-ზე არის 12. დავწეროთ აქ რომ 12-ია და მაგათი ჯამი იქნებოდა ანას, დიმიტრის და სოფოს განფეტები რამდენიც შეხვდებოდათ რა, ეგ არის 35 პლუს
12 და გახლავთ 47. აი არის სწორი პასუხი. აი, ამ ვიდეოსთვის კმარა და აბა დროებით, როგორც ხშირად გეუბნებით ხოლმე, ქრისტემ დაგლოცოთ წარმატებები და აბა ყოჩაღად.